გამარჯვებით ქართველებო, ქრისტესთვის, ზვიადისთვის და საქართველოსთვის. დღეს არის 17 ნოემბერი, ოთხშაბათი. ჩვენ იცით, რომ ყოველ ოთხშაბათს ვიკრიბებით მერაბ კოსტავას სახლში, სახლ-მუზეუმში და აქედან გარკვეულწილად ჩვენ გასვით ინფორმაციას. მართალ სწორ ინფორმაციას. დღეს მინდა მე თქვენ ქალბატონ მაან არჩვაძე გამსახურდიასთან დაკავშირებით გესაუბროთ და მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია. იმიტომ რომ ინტერნეტში ასე ვთქვათ საოკუპაციო რეჟიმის ტროლები თუ ნასეტკები თუ არ ვიცი რა დავარქვა, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, რომ სხვადასხვა სახით. ამიტომ მე მინდა გარკვეულწილად მოვყვე რა მოხდა, როგორ მოხდა ქალბატონმა მაანამ კი გააკეთა ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი შსს-ში და მეც მოგიყვებით რა იყო, როგორ არის და როგორ მიდის ახლა საქმე. ქალბატონი მაანა იყო დიდუბის რაიონში, იყიდა რაღაცა ასე ვთქვათ საოჯახო ნივთი, მანქანიდან გადმოვიდა და სანამ ასე ვთქვათ ფულს გადაიხდიდა ეგრეთ წოდებული ქურდი, იმიტომ რომ ქურდი არ მიდის მოსაპარად თუ ადამიანს თან ხელჩანთა მიაქვს, იმიტომ რომ ქურდი ყოველ შემთხვევაში ეძებს ფულს და არა ასე ვთქვათ სხვა ნივთებს, ხო? ქურდი მიდის ასე ვთქვათ სადღაც 3 წუთი მაქსიმუმ 4-იც არა, როცა ეს მანქანა არის ქალბატონ მაანას ხედვის გარეთ. მძღოლი მანქანის გარეთ არის, მიაქვს ეს ჩანთა, სადაც არის ბევრი ნივთი, სხვადასხვა ნივთებია მოთავსებული, რომელსაც მე თვითონ ქალბატონი მაანა გააცხადებს და მე ჯერ ვერ ვიტყვი, მაგრამ ამის შემდეგ ხდება ქალბატონ მაანას მიერ თვითონვე მიდის ეგრევე და პოულობს ვიდეო კამერას და ვიდეო კამერიდან იქ იღებს სურათებს გარკვეულწილად და ხედავს ვინც არის ქურდი. ეგრეთ წოდებული ქურდი, რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული ქურდი და მერე ხდება ასე ვთქვათ რაღაც სურათის გადაღება და ასე ვთქვათ თვითონ ქურდის სახე ჩანს. მე პირადად მომიხდა უკვე მისვლა, როდესაც ქალბატონმა დამირეკა და რო გავიგე რაში იყო საქმე, ცოტა დაგვიანებით მივედი თვითონ განყოფილებაში. და განყოფილებაში იყო ესეთი სიტუაცია, რომ გამომძიებლის მხრიდან იყო საუბარი, რომ დღის ბოლოსთვის უკვე მიიღებდა პასუხს ქალბატონი, რომ ქურდი უკვე დაკავებულია, ვინმე გია რუსთავიდან, ასე ვთქვათ, დაარჩენს გვარს არ ვიტყვით, თუმცა ინტერნეტით გავრცელებულია მისი სურათიც და ასე შემდეგ და რომ ჩანთასაც სადღაც დღის ბოლოსთვის დააბრუნებდა გარკვეულწილად გამომძიებელი პირდებოდა, რომ სურპრიზის სახით ასე ვთქვათ გააკეთებდა ამას, რომ აი ესეთი ჩქარად და სწრაფად მოხდებოდა აი ამ საქმის გამოძიებას და დამთავრებაც. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ რამოდენიმე ხნის შემდეგ მოვიდა უფროსი, თვითონ განყოფილების უფროსი, რომელმაც რატომღაც 180 გრადუსით შეცვალა ყველაფერი და დაიწყო საუბარი, თითქოს ჯერ არ არის დაპატიმრებული, ეძებენ და იპოვიან და ყველაფერს გააკეთებენ. სადაც უკვე საეჭვო და გამოჩნდა, იმიტომ რომ გამომძიებელი, რომელიც ერთს ამბობდა და უკვე განყოფილების უფროსი მეორეს, ერთმანეთში აცდენა დაიწყო. ამის შემდეგ ქალბატონი მაანა მიდის შსს-ში, სამინისტროში და იქ ითხოვს შეხვედრას გილაურთან,
და კაცი შვილი იქ არ გამოდის. არავინ არ ეხმაურება საერთოდ. დიახ, ხო, შინაგან საქმეთა სამინისტროში და ასე ვთქვათ, არანაირი ყურადღება არ ხდება და მაშინ იწყებს ქალბატონი მანა შიმშილობას, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება და ასევე გამომძიებელი აცხადებს, რომ ეს ჩანთა არის ექსპერტიზაზე გაგზავნილი, როდესაც ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვინმე ზვიადი, რომელიც იქ წარმოგვიდგა თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, გვეუბნება, რომ ერთ საათშიო, აგერო მიბრძანდითო ეხლა იქო, დაგვხვდებათო ვიღაცა პოლიციის უფროსი და ჩანთას ჩაგაბარებთო. ეს საუბარია 7 დღის უკან, სადღაც 10 რიცხვში. 10 რიცხვში ხდება ეს. 10 ნოემბერს და რა თქმა უნდა ქალბატონი მანა არ მიდის. იქ პირველი დღეა, ასე ვთქვათ, შიმშილობა რო დაიწყო, ვიყავით მარტო 2, ვიფიქრეთ, რომ გარკვეულწილად გამოეხმაურება იქნებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ხელისუფლებისგან, პრესისგან, ტელევიზიისგან, მაგრამ ნურას უკაცრავად. ამის მსგავსი არაფერი არ მოხდარა და დღემდე ეს ჩანთა იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ ხელშია და ბოლო-ბოლო მართლა ქურდი ვინ არის ვერ გავიგეთ. ის ვინც მოიპარა თუ დღემდე ვინც არ აძლევს მის კუთვნილ ჩანთას და ნივთებს, რომელიც არის ქალბატონ მან არჩვაძის კუთვნილება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იქ არის რამოდენიმე გასაღები, ეს არის სახლის გასაღებები. ადამიანი როგორ უნდა შევიდეს, როგორ უნდა წავიდეს, როგორ უნდა, ესე იგი ქალბატონ მანას აღუკვეთეს, ასე ვთქვათ, ამ გასაღებების გამოყენება. ესე იგი თავის გემოზე რომ, ასე ვთქვათ, გამოიყენოს. კარგს ვერაფერს ვერ უნდა ელოდეს საოკუპაციო რეჟიმისგან, მაგრამ ესეთი თავხედობა და ესეთი უზნეობა არ ვიცი ბატონებო, მე არსად არ გამიგია. მე იმის მაგივრად რომ არა მარტო შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრიც კი უნდა მივიდეს, როდესაც ქალბატონი მან არჩვაძე გამსახურდია პრეზიდენტის მეუღლე, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა და რომელიც ასევე ამ ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას ბატონებო და აგრძელებს დღესაც ამ ბრძოლას და თქვენ როდესაც იგნორირებას უკეთებთ იგნორირებას საქართველოს დამოუკიდებლობას, მის პრეზიდენტს. კი, მაგრამ მე მართლა ვერ გამიგია. მტრები ჯდებოდნენ პოლიტიკაში ერთმანეთის პირისპირ და ერთმანეთს, ასე ვთქვათ, პატივს მიაგებდნენ. ბოდიში და ეს ჩაოლებრივი მოვლენაა. მაგრამ აქ არის სრული იგნორი, არა მარტო ხელისუფლებიდან, არამედ აი ამ ეგრეთ წოდებული ტელევიზიებიდან, პრესიდან და რა მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ პროტესტს გამოვთქვამთ პირადად მე და აქ მყოფი ადამიანები ამ მოვლენასთან და საერთოდ დამოკიდებულება რაც არის გამსახურდიების ოჯახის მიმართ. ეს არის დევნა, რომელიც დაიწყო ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდიდან და დღემდე გრძელდება დევნა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობის და ამის დამალვა სურთ აი ამ ეგრეთ წოდებულ ტროლებს, ეგრეთ წოდებულ ვითომ პიროვნებებს, იმის მაგივრად რომ იკითხონ და კითხონ ვინმეს, ან როდესაც ჩვენ ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ ეს ასე არ არის, არა ბატონებო, ჯერათ იმ ვიღაც, ასე ვთქვათ, ნასეტყების. ეს ასე არ არის. ხო, არავინ ესე თყვის არ იტყვის, რომ მე ასე ვთქვათ, ჩანთა დამიბრუნე სიტყვაზე და არა ბატონო, ჩანთა არ დაუბრუნებიათ. იმ წუთას გამოაქვეყნებენ, იმიტომ რომ ჩანთის დაბრუნება და ნივთის დაბრუნება ხდება ხელწერილით ბატონებო. და თუ ეს მართალია, იმ წუთას გამოაქვეყნებენ იმ წერილს. როგორ ჩვევიათ ხოლმე, როცა ისინი თუ რამე საბუთს ჩაიგდებენ ხელში, იმ წუთას ხდება, ასე ვთქვათ, ამ დოკუმენტის გამოქვეყნება.
აქ ჩემის აზრით პირადად ხდება რა, რომ ქალბატონ მანას ყურადღება გადაიტანონ სხვა საქმეზე, სხვა საკითხზე და ამით ხელი შეუშალონ როგორმე იმ საქმიანობას, რასაც ქალბატონი მანა ეწევა. ასევე ეს არის გაგრძელება იმ ომისა და იმ ოპერაციისა, რაც ცოტნე გამსახურდიას გაუკეთეს. ეს ჩემი პირადი აზრია, არ ვიცი, მე ასეთი გონივრული ეჭვი მაქვს. მე ესე ვფიქრობ, ბატონებო. ამიტომ მე მოუწოდებ ყველა ეროვნულად მოაზროვნე ადამიანს, რომ გააკეთონ თავიანთი განცხადებები, საპროტესტო განცხადებები. ბატონებო, არჩევნებში რომ გამოდიოდით, ზვიად გამსახურდია სურათით, მერაბ კოსტავას სურათით და ეხლა რომ დადუმებულები ხართ და ხმას არიხებთ, რა არის? ყველაფერსო თავი დავანებოთ. დაუშვათ რომ არ იყოს ქალბატონი მანა პირველი ლედი. ბატონო, ადამიანი შიმშილობს და ითხოვს სამართალს. რატო არ უჭერთ მხარს? რატო არ აკეთებთ თქვენს განცხადებას? რატო არ ავრცელებთ ამ ინფორმაციას? რატო არ ხდება ამ ინფორმაციის გასაჯაროება? გავრცელება ტელევიზია, რა თქმა უნდა, ჩვენ ვავრცელებთ ამას ყველა ენაზე, ინტერნეტით ნურას უკაცრავად, მადლობა ღმერთ, ჯერ ინტერნეტი არ არის მაინც და მაინც კონტროლირებადი, იქაც კი ხდება კონტროლი, როგორც ბატონი ტრამპი, ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, მაგრამ თლა ესე ჯერ მაინც და მაინც ვერ ხერხდება ამ ინტერნეტის კონტროლი. გამიგეთ? მაგრამ თქვენ რატო უმალავთ ხალხს? აი ტელევიზიებო, აქ ჩანს რომ თქვენ ხართ საოკუპაციო რეჟიმის ტელევიზიები, ეს ეგრეთ წოდებულო ოპოზიცია ხარ, თუ პოზიცია ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ გამოჩნდა, აი აქ ჩანს, ბატონებო, როგორ მეშვიდე მერვე დღეა უკვე შიმშილობს და ამაზე ერთ ხმას არ იღებს არავინ. ნუ თუ ისე ყური არ მოკმა რომელიმე ტელევიზიამ, ბატონებო. ხო, მე რო არ გამიგრძელდეს საუბარი, მე მინდა დავამთავრო კიდევ ერთხელ მოუწოდებ ყველას, ყველა იმ ადამიანს და ჯგუფებს, ვისაც კი რამე ეროვნული ხრწიათ, რამე ასე ვთქვათ გაქვთ ზვიად გამსახურდიასთან სათქმელი ან თქვენ გამოდიხართ, ასე ვთქვათ, ვითომ ზვიადისტები ხართ, ეგრეთ წოდებული ზვიადისტები. მოგიწოდებ თითოეულ თქვენთაგანმა გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება და რა თქმა უნდა საპროტესტო დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ხდება გამსახურდიების ოჯახის დევნა, დღემდე გრძელდება, ბატონებო. მადლობთ ყურადღებისათვის, მე ეხლა ვთხოვ ადამიანის უფლებების დაცვის პრეზიდენტს ბატონ გიორგი კერვალიშვილ კავკასიელს ამ საკითხთან დაკავშირებით გითხრას რამოდენიმე სიტყვა. თავისი დამოკიდებულება ბოდიში. მადლობთ. ნუ რასაკვირველია ეს ეგრეთ წოდებული ქურდობა, რაც განხორციელდა ქალბატონი მანანას წინააღმდეგ, ეს არის სპეცოპერაცია პირდაპირ ვეტყვით, იმიტომ რომ ქურდი და გაჭირებული ქურდი არ მიდის ასე საჯაროდ და რაც მანქანასთან მიდის და იქ ადამიანებს ასე ვთქვათ თვალწინ აცლის, ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ რაღაც ნივთს, ხო? ეს არ არის ქურდული მომენტი, ეს რაღაცა, ეს არის ის, რომ ის მიგზავნილი არის ეს კაცი, ვინმე გია, რუსთაველი ბიჭი, რომელსაც გაუბედურეს, უკვე ეს კაციც გაუბედურეს და უკვე ემუქრება ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, საჭერი მას აი ასეთი ქმედებებისათვის. თავარი ერთი რამეა, რომ იმ სუნგაში თუ იმ ჩანთაში, ასე ვთქვათ, ხო? ის ახლა ის არ ელოდებოდა ის ქურდი, ეგრეთ წოდებული ქურდი, რაღაც დიდ ფულებს, ან ევროს თუ ამერიკულ დოლარებს. ეს ფაქტია, ხო? ესე იგი ის გამოყენებული იქნა ის საწოდავი ადამიანი, ვინც არის ეგრეთ წოდებული ტაქსის მძღოლი და განახორციელეს სპეცოპერაცია პრეზიდენტის ოჯახობის წინააღმდეგ. აი ეს არის ძალიან მარტივია, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, მაშინ ის შერაცხადი უნდა იყოს, მაშინ თუ ის ასეთ რამ გააკეთა მან თავისი ნებით, ნუ ის მაშინ არ არის, ასე ვთქვათ, ნორმალური. მაგრამ ასე არ არის საქმე მაინდა-მაინც, ხო?
და მის შემდეგ ეს პოლიციისათვის ნაცნობი გახდა ეს მეთოდები, ეს ფაქტი და თავარი ერთი რამეა რომ თითქოს სუნგადა ის გასაღებები დაუბრუნდეს და ეგეწოდებული ამ რეჟიმის მსახურნი არ დავასახელებ სახეს და გვარს გაავრცელა ცრუ დეზინფორმაცია ინტერნეტში რომ რაღაც ჩივისო ეს ქალბატონიო მას უკვე დაუბრუნესო გასაღები და ყველაფერი ნივთებიო ნუ გარიცი ახლა იმ კაცს მე ვერაფერს ვერ ვიტყვი გარდა იმისა რომ რა თუ ესეთი ტყუილები თუ დაუბრუნეს ქალბატონს ეს ნივთები და ის გასაღებები მაშინ ალბათ ტყარში გადააგდეს თუ რაშია საქმე ნუ ტყუილია დეზინფორმაცია ესე იგი საზოგადოებაში გავრცელდა ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებზე და შემდეგ იმავე საზოგადოებას აწვდიან ისევ აი ამ ტიპის სახით ამ რეჟიმის მსახური აწვის რომ არა კაცო უკვე დაუბრუნეს ესო ყველაფერიო ტყუილია გაიკვევა რომ არაფერი არ დაბრუნებულა და ქალბატონი შიმშილობს ახლა ადამიანი როცა შიმშილობს ეს უკვე უკიდურესი ზომა არის ბატონო ჩემო რომ რაღაცა ნუ ახლა პოლიციაზე მინდა გითხრათ პოლიციის დამოკიდებულება პოლიციამ შეიძლება პირველ ეტაპზე დაუშვათ ამი ასე ვთქვათ აღმოაჩინეს რაღაც გაუგებრობა და შეშფოთენ დაუშვათ როცა უკვე აქ უკვე მსხვერპლი გახდა მსხვერპლი არის ქალბატონი ზიადის მეუღლე ქალბატონი მანანაჩად გამსახურდა მაგრამ ის პოლიციას უკვე დანებდავს მოვლენებს ვიტყვი რომ დღეს საქართველოში მათსაჯულება პოლიცია საგამოძიებო სტრუქტურები არის ერთი ვიღაცის უხილავი ბჭყალებში ტიპის მართლობის ქვეშ არის და ალბათ ეს კგბ-ს თუ სუსის თუ კი ის კაცი ეგეწოდებული ქურდი მიგზავნილი არის და აკეთებს სუსის თუ სხვა სპეცსამსახურების დავალებებს ბუნებრივია პოლიცია იქ უკვე ვერ იქნება ასე ვთქვათ პირუთვნელი და ვერ იქნება ასე ვთქვათ დამოუკიდებელი ვერ იქნება ამიტომ უკვე შეფეხდა ეს საქმეები რა გახდა თან ის კაცი დაკავებულია ხო დაპატიმრებულია ის ვინმე ქურდი გია ხო დაკავებულია მაშინ რა გახდეს ამის გამოძიება ვერ გაიგეთ ან დაბუნება იმ ნივთებისა რომელიც ასე ვთქვათ წაიღო იმ ეგეწოდებულმა ქურდმა ესე იგი ეს არის კიდევ ამბობთ სპეცოპერაცია და როგორც ცოდნა გამსახურდია ეს ეგეწოდებულმა უბნის ბიჭებმა მოუწეს ტერაქტი არა ეს ღინოზე მწალებში ღინოს იმაზე არ მოეწონა ღინო და აქედან მოხდა თხუბი ეს იგივე დეზინფორმაცია და ფარსია როგორც ახლა ეს ქურდი მივიდა და იქ რაღაცა მოიტაცა და მე პოლიციას აქვს ეს კიდე კაი რომ არ მალავენ თვითონ ესენი და პოლიციას აქვს ის ნივთკიცებები მე ნივთკიცები დაბუნება უნდა კაცო დაზარალებული ზოგადად დაზარალებული აქვს ხო ასე ვთქვათ მათ სამასამ წარმოებაში არ უნდა დაუბრუნო კაცო ის ნივთკიცე ის ნივთკიცება ამბობენ რომ იქ ექსპერტიზაზე არისო კაცო ექსპერტიზა ამდენ ხანი 7 კვირისა და 10 დღის განმავლობაში ექსპერტიზა არ გამიგონია უბრალოდ ადამიანებს როცა რაღაცა ხდება ადამიანებს უკეთებენ ერთ კვირაში მაქსიმუმი ექსპერტიზას ჩატარებენ და რა გახდეს ნივთკიცება ნუ ერთი სიტყვით ეს იმას ნიშნავს რომ როგორ გაამწარონ ადამიანები აქ როგორ გაამწარონ პრეზიდენტის ოჯახი ასე ვთქვათ და აქედან გამომდინარე ეს არის ის დივერსიული ქმედება მეგობრებო რასაკვირველია ქურდობის საფარქვეში და ქურდი ქალბატონ მანასთან არ მივა იმდენი აქ იმდენი მაფიოზები და იმდენი მოპარული ფულები აქვს ამ ადამიანებს იქ მივა ის ქურდი ეგეწოდებული ქურდი და აქ აწომობა კაცო გამორიცხვინა თან მანქანასთან ესე იგი რომელიც უკვე ის მანქანას მძღოლიც უყურებს ასე ვთქვათ და პატრონიც უყურებს ხო იმ მანქანას ხო და კიდევ ერთი ამბობთ დაუყოვნებლივ მოუწოდებ დაუყოვნებლივ პოლიციას გომელაურის უწყებას რომელიც გომელაური არის ამ რეჟიმის ბიზნეს თუ ბორიას ასე ვთქვათ ოჯახის კლანის მსახური მოუწოდეთ რომ დაუბრუნონ იმ ადამიანს რომელიც შიმშილობს დაუბრუნონ ნივთი თავისი კუთვნილი ასე ვთქვათ
ქონება ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის ჩანთასა და ჩანთაში იმ საბუთებისა თუ დოკუმენტებისა თუ პირადი ნივთებისა, რომელსაც მას ჰქონდა. ასე გაწელვა, ასეთი რამე არ ხდება კრიმინალურ საქციელს ქმედებებში. გაწელვა 1 კვირა, 2 კვირა, 3 კვირა წარმოუდგენელი რამ არის. ესე იგი რაღაც ნევრებზე თამაში არის და არის გადატანა ყურადღებისა, რომ აი ესე იგი ადამიანი არ დაკარდეს. მithomეს აი როგორი სიტუაცია დღეს საქართველოს, როგორი ძიმე და კრიზისული სიტუაცია პოლიტიკაში და ყველა სფეროში მეგობრებო და აქედან გამომდინარე აი ეს საბჭოთა ნომენკლატურის მემკვიდრეები, საბჭოთა რესპუბლიკები აი ასეთ რაღაცა იმაზე მიდიან, რა ქვია, ასეთ რაღაც საშინელ ამბებს აკეთებენ ბატონო ჩემო და თან გაყიდულები არიან, რა გახდა ამისანაგაც. მე ვიცი რომ სამართალმოებაში როდესაც ის რა ქვია ასე ვთქვათ მზარცველი თუ ქურდი დაკავებულია და ის ქონება რომელიც აღებული აქვს მას ამა თუ იმ პიროვნების პირადი ნივთები სასწრაფოდ უბუნდება პატრონს. ეს არის და ეს ძალიან ჩვეულებრივი ანბანური კრიმინალური პროცესია ესა და რა გახდა ამისან ამ შემთხვევაში არაფერი ეგ ეწოდებული გურდი რაღაც გამოჭრილი ყავდა თეთრობა სუსის მიაგზავნეს მაინდამაინც ამ მანქანასთან შეიძლება თვითონ წაიწოდა ვისი მანქანა იყო საერთოდ არის ასეთი ქმედებებიც გააკეთეს და ახლა ჭანურდება ეს ყველაფერი და აგერ ქალბატონი შიმშილობს და რომელიც დაუშვებელია კაც ხო რამდენი სანამ უნდა გაგზდეს ეს პოლიციის უმოქმედობა ამას კი უმოქმედობა და დაფარო ასე ვთქვათ მაშინ მე ჩვენ ხელს გადებთ არა ქურდ გიას არამედ პოლიციას მე პოლიციამ წაიღო ის ქალბატონი მანანას ნივთები და უნდა დააბრუნოთ კაცო და ხა დღეს კოლეგას ვაწერიებთ რომ უკვე დაბრუნდა ყველაფერიო იმენ მეოთესო დააწერიეთ სოციალებში რომ ყველაფერი დაბრუნდაო გასაგები და ყველაფერიო ტყუილია ბატონო ჩემო ხო ხა ტყუის მოგლე ფეხია ხო საერთოდ ასე ვთქვათ ასე რომ ჩვენ როგორც ადამიანთა უფლებების დაცვის საზოგადოება მტკიცებოდეს ვაცხადებთ ამ კრიმინალური წყალებში კრიმინალური ანუ პოლიტიკურ კრიმინალური აქციის გამო და დაუყოვნებლივ მოვითხოვთ რომ პოლიციამ და საგრეწოდებულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა გადასცენ ასე ვთქვათ კუთვნილი ნივთი და ქონება ქალბატონ მანანას რაც შეეხება იმ ეგეწოდებულ ქურდს ჩვენ გვინდა რომ საჯარო იყოს აი ეს მისი გამოძიება თუ რატომ გააკეთა ამ კაცმა ეს თუ რატომ იძულებული გახდა თუ თავისი ნებელობით მოხდა ეს ყველაფერი ეს გასარკვევია და ჩვენ ამ მდგომარეობასაც ყურადღებას მიაქცევთ სხვადასხვის გმალობთ ყურადღებისათვის მადლობთ ბატონო გიორგი ასევე აუცილებელია ითქვას რომ თუ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არ გააჩნია ექსპერტის ის დონე რომ მას შეუძლია რამოდენიმე დღეში გააკეთოს ექსპერტიზა მაშინ ბატონებო სახელმწიფო აღარ ახართ ჩვენ კი ვიძახით ამას და დიდი ხანია რომ სახელმწიფო აღარ არსებობს 30 წელიწადია მაგრამ აი ვისაც გჯერათ თქვენ რომ სახელმწიფო არსებობს აქ ჩანს ბატონებო ამიტომ დაიწერა ალბათ რომ უკვე დაუბრუნესო არაფერი არ დაბრუნებულა მე თვითონ ვესაუბრე კვირას გამომძიებელს ვიყავი შევხვდი და მითხრა არა ბატონო ჯერ არაფერი არ დაბრუნებულა თუ საჭირო იქნება მე გამოძიებიდან გამომდინარე ჯერ არ ვასახელებ როდესაც ამის უფლება მექნება იმასაც ვიტყვი ასე რომ კონტაქტიც გვაქვს ურთიერთობაც გვაქვს და პირიქით ის ადამიანი იძახის რომ არა ჯერ ექსპერტიზაზეა და უფრო მეტიცო ეს ნივთები არის შინაგან საქმეთა სამინისტროში და არა რომელიმე განყოფილებაში იმიტომ რომ იქ არის ექსპერტიზ ბიურო მათი შინაგან საქმეთა სამინისტროსი ბატონებო და მე როდესაც ნებისმიერი ადამიანი სამხარაულში რომ მიდის
დაშქაბური მწესი სადღაც 3 დღეში კეთდება ექსპერტიზა ნებისმიერი რთული ამბის და ჩვენც ამის მომსწრეებიც ვართ ძალიან ბევრი საქმეები რომელიც ტელევიზიით გაჟღერებულა 2-3 დღეში ექსპერტიზას დაუდია როდესაც ეს არის ასე ვთქვათ საზოგადოების მხრიდან დაინტერესებული და როდესაც მით უმეტეს ადამიანი შიმშილობს ხო ადამიანი შიმშილობს პრეზიდენტის მეუღლე და თქვენ ამას იგნორს უკეთებთ და არ შეგიძლიათ 1-2 დღეში ესე იგი ამას თქვენ სპეციალურად აკეთებთ გინდათ გაამწაროთ ბატონებო და მერე როდესაც მოვა დრო და მოვა ეს დრო პასუხის გებისა თქვენი და თქვენი შვილებისა როგორც მოხდა 1991 წელს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის დროს რომ მორალურად როგორ აგეს კომუნისტებმა და მისმა წინაპრებმა პასუხი იგივე პასუხისმგებლობა მოუწევთ მერე ბატონებო და მერე ნუიტყვით რომ ჩვენ რაღაც ვინმე უსამართლოდ მოექცა ან უსამართლოდ ვამხელთ როდესაც ჩვენ ვიძახით რომ საბჭოთა ნომენკლატურა დღემდე მუშაობს დღემდე არსებობს და ისინი უფრო მეტის თავიანთ შვილებს საბჭოთა ნომენკლატურის თარგზე ზრდიან მე ვთხოვ ბატონ დავითს გითხრას მადლობთ ბატონებესო უკვე 1 საუკუნე მთავრდება მას შემდეგ რაც გამსახურდიებს სდევნიან კერძოდ კლასიკოსი მწერლის დიდი კონსტანტინეს ოჯახს რომ სდევნიან ჩვენ ისტორიიდან გვახსოვს მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან იდევნება საქართველოს ერთგული ეროვნული შვილი კონსტანტინე გამსახურდია და ეს ბრძოლა კოლხური კოშკის წინააღმდეგ სამწუხაროდ დღესაც გრძელდება ნეტავი რაშია საქმე რა ეპოქაში ვცხოვრობთ რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ რატომ უნდა ვსდევნიდეთ ადამიანს რატომ უნდა ვსდევნიდეთ ეროვნულ საამაყო პირებს რომელი პირები სამშობლოსათვის თავგანწირულნი არიან ასე მაგალითად დიდი კლასიკოსი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია დიდი საზოგადო მოღვაწე ეროვნული გმირი საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღმდგენი ბატონი ზვიად გამსახურდია ქვეყნის პირველი პრეზიდენტი და რატომ იდევნება დღეს ბატონ ზვიად გამსახურდიას ოჯახი რა არის ამისი მთავარი მიზეზი? ამისი მთავარი მიზეზი არის ის, რომ კოლხურ კოშკს ვერ შეაცვლევინეს ეროვნულობა, ვერ შეაცვლევინეს მართლმადიდებლობა და დღესაც უკანონო ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ აი ამას ებრძვიან. ჩვენ აი აქ მდგომნი კატეგორიულად მოვითხოვთ ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას შესაბამის ყურადღებას დღევანდელი უკანონო ხელისუფლებისაგან, დღევანდელი უკანონო უშიშროების სამსახურისაგან, დღევანდელი უკანონო შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან და დაუბრუნდეს ის ვითომ მოპარული ნივთი ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას. ჩვენ რა თქმა უნდა მხარს უჭერთ მოთხოვნას ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას და ყოველივე ის რაც ვრცელდება ინფორმაციები აი ამ უკანონო ხელისუფლების მიერ ტელევიზიაში, რადიოში ქალბატონ მანანა არჩვაძე გამსახურდიას მისამართით არის არასწორი ინფორმაცია. აი აქედან თქვენ ღებულობთ და მიიღებთ ყოველთვის მერაბ კოსტავა სახლ-მუზეუმის ეზოდან სწორ ჭეშმარიტ რა თქმა უნდა ინფორმაციებს. მადლობთ ყურადღებისათვის. დიდი მადლობა ბატონებო, დაგემშვიდობებით. ბრძოლა გამარჯვებამდის ხო ხედავთ რომ ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, ერთადერთი უნდა ვიბრძოლოთ და უნდა გავიმარჯვოთ და აღვადგინოთ საქართველოში კანონიერი ლეგიტიმური ხელისუფლება. მადლობთ ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.